საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა ქედაში. პირველი ლიგის პირველი თამაში ქედის ბეთლემა ხობის კოლხეთს უმასპინძლა. შეხვედრა თავიდანვე მასპინძლების უპირატესობით წარიმართა დაძაბული ორთაბრძოლა ქედლების გამარჯვებით 3-2 დასრულდა. წელს პირველ ლიგაში რეგიონიდან 3 გუნდი ქედის ბეთლემი, ხელვაჩორის მაჭახელა და ბათუმის ადელი ასპარეზებენ. მომდევნო მატჩს ქედის ბეთლემი 1 სექტემბერს თბილისში გამართავს. Შენერა დავიწყეთ თამაში. ითქვის სწრაფი გოლი გავიტანეს და პირველი თამაში ყოველთვის ძნელია ჩემპიონატისთვის და ყველასთვის რა ფეხბურთელებისთვის. თან მეგრელები არიან, ძალიან მებრძოლი ხალხია, ყველა მიცის. რთული თამაშია და ორივე ერთნაირი გუნდია პრინციპში, მაგრამ პირველი თამაში მაინც გასვლაზე ჩვენთვის იყო მაინც სიზნელებს უფრო ექვემდებარება და გოლი შეცდომიდან, ჩვენი შეცდომიდან გამომდინარე გავიდა პირველი გოლი და მეორე გოლზე ნახდათ ალბათ შემიძლია რომ თქვა რომ აგერ გვერდზე ვედექით რომ საჯმა არასწორად ალამი აწია და მე ისე უწევს რომელიც აფსაიდი უნდა დაეფიქსირებია და ამის გამო გადის მეორე გოლი და ამით მე მგონი ცოტა თამაშს მისცა ცოტა სხვანაირი სიტუაცია, დაძაბა სიტუაცია და ამის გამო ყვითლები წავიდა და უკვე თამაშის ცუდი სიტუაცია შექმნა მე მგონი გვერდით საჯმა ამ სიტუაციაში.